მე ნათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი განთავისუფლებული სული ვარ მარადიული სული ვარ შეწყალებული მოტივებული ამნისტირებული მიმიტებებია ყველასათვის запрещаю всех ჩემზე зло негативურ влияниებს запрещаю всех ჩემზე პატკლატკებს პერეკლატკებს запрещаю всех ჩემზე негативობას ბლოკიროვნობას ლავუშნიკობას რა ქვია страшилкობას ჯადონბაზობას запрещаю всех будут штрафироваться будут жигаться выжигаться да моментально будут отключаться от меня подальше стократно обратно რაც ჩემთვის გინდა სტოკратно обратно კაი გინდა სტოკратно обратно ცუდი გინდა სტოკратно обратно ეხლა მე ნათია გორაშვილი ჩემი სული საზნანია ვოლია ნება სვაბოდა ჯანმრთელობა ტოგიწელები ბაშწერები ასტრაწერები კოსმოწერები ეფირწერები ბიოსისტემა ბიოსტრუქტურა ბაჟესტვენი დნკ არის ხელშეუხებელი არის ბაჟესტვინი დვარეცის სვეტლიე პატუკი ზობილიები ზაშიტული და ვარ ბეზაპასნოსებში და ვარ დაუზიანებელი ვარ რა ქვია დაუზიანებელი ნერუშიმი ნერაზბაზაროვანი და დაუზარალებელი და ჩემი გერცები ხელშეუხებელია ეხლა რა მინდა აუხსნა ჩემ თავს მე მხოლოდ ჩემ თავს უხსნი ჩემ თავს ველაპარაკები იმიტომ რომ რა ქვია ესე მინდა მე ჯერ არავის არაფერს არ ვუხსნი ეხლა თუ ვინმე მოусმენს და ეს სიამოვნება კი ბატონო მოусმინოს და ეს სიამოვნებს თუ არ ეს სიამოვნება აიდარდები მე ჩემს კანალზე безопасно каналზე закрывается порталები закрывается зло никак не заходит зло только отключается მე ჩემს YouTube კანალზე ვლაპარაკობ ჩემთვის სასარგებლოდ პირველი ოჩერედ და მერე სხვებისთვის სასარგებლოდ ვტაროი ოჩერედ ეხლა რა მინდა ჩემ თავს აუხსნა მაგალითად სული ხო შედგება ეხლა ბიოსისტემა რისგან შედგება სულის ძალისაგან, სისხლისაგან, დნკ-ისაგან, ხო ინფორმაციისაგან, საზნანია ინფოპაკეტებისაგან, ხო ენერგოინფორმაციული პაკეტებისაგან შედგება სული შედგება, წინაცხოვრებების ენერგოინფორმაციული პაკეტებისაგან, ანუ რა ქვია დასპეხებისაგან, მიღწევებისაგან, ვაპლაშენიების, რა ქვია, განვლილი ოპიტებისაგან, ხო სული რა არის? სული არის ბაჟესტვინი ენერგია აბსოლუტის, ანუ კოსმო ბაჟესტვინი ენერგია. Космо божественная энергия და სულები საიდან ჩდება? სულები ჩდება კოსმო ბожественной ენერგიებიდან, აბსოლუტის კოსმო ბожественной ენერგიებიდან, ღვთიური კოსმო ბожественной ენერგიებიდან არის რა ქვია ეხლა მეორე თემა, პირველი თემა საიდან ჩდება სული და მეორე თემა რა არის ღმერთი და მესამე თემა როგორ სწამთ ეს ღმერთი. ესე იგი ღმერთმა ხო შექმნა ეს ან ჩვენ თვითონ შევქმენით ან არის ბევრი ცივილიზაციები ეს ცივილიზაციები ხო შექმნა ვიღაცა ეს პლანეტები ხო შექმნა ვიღაცამ და რაღაცამ ან ხო შევქმენით ჩვენ ხო ანუ არის ესეთი რაღაც თემა რომ ანუ რამ შექმნა ვინ შექმნა სული ცივილიზაციები პლიადები ის იგივე არხონტები ის იგივე საზვევსდიები ის იგივე რა ქვია ასე ვთქვათ გრიედიენტები რა ქვია კოსმოსულები კოსმოენერგიები რა ქვია ეს ვინ შექმნა და რამ შექმნა ხო ეს შექმნით ისევ და ისევ ჩვენ სულებმა შევქმნით ერთმანეთი ეს რა ქვია ღმერთის ძალით აბსოლუტის ძალით ჯივას ძალით ენერგოინფორმაციული პაკეტების ძალით ენერგოინფორმაციული ბაჟესტვენი დნკ-ის ძალით ანუ სულები გავდივართ ვაპლაშენიებს ხო დაუშვათ გრიედიენტები გადიან ვაპლაშენიებს დედამიწაზე დედამიწის სულები გადიან ვაპლაშენიებს ისევ დედამიწაზე ან სხვა პლანეტებზე და ასე შემდეგ ეხლა გააჩნია სულის როგორ მოეპრიანება საწავა და სად გაივლის ვაპლაშენიებსა და ოპიტებს რომ აიმაღლოს ვიბრაციები გერცები ისწავლოს განვითარდეს ევოლუცია განიცადოს და გახდეს
გახდეს კაცო რაღაცა დიდებული, კაი, მეფური, დედოფლური, კაი, ღვთიური სული რომ გახდეს. ანუ mnogamierni რომ გახდეს, mnogaopitni რომ გახდეს, ლამაზი რომ გახდეს, ყოვლის შემძლე რომ გახდეს, კაი განხრით, ოღონდ ეს რაზრუში წენი განხრით, არა, რაზრუში წენები აბრუნეთ, კაი განხრით, რომ გახდეს mnogamierni, mnogakadri, ხო, mnogamierni, რა ქვია, ნიჭიერი რომ გახდეს რა. ეხლა ეს სულები თავიდან შექმნა ვიღაცამ, ანუ ღმერთმა, პლანეტები, მირები, მეჟმირიები თავიდან შექმნა ვიღაცამ, ანუ ღმერთმა, ხო, ეს საუკუნეებია, ვარსებობთ, საუკუნეებია, გავდივართ ოპიტებს და სულს აქვს კიდე ჩისტოტები, სულს აქვს კიდე ტოგწერები, ბაშწერები, ასტრალწერები, კოსმოწერები, ეფირწერები, ფანტომები აქვს სულს აქვს კიდე კოპიები, ორეულები აქვს სულს. ანუ ვიშია არსებობს როგორც ბაჟესტვენი პირველაისტოჩნიკასთან დაკავშირებული ღმერთთან, ვიში ეს ვეტრესირებთან დაკავშირებული საზნანია, ენერგია, ეს არის ენერგია, ინფოპაკეტები, ენერგია, როგორც არ ვიცი ახლა როგორც გინდა ისე დავარქვათ, გინდა ენერგია იყოს, გინდა საზნანია იყოს, გინდა ენერგოინფორმაციული წყაროები იყოს, ეს არის სული, ბაჟესტვენი სული, რომელსაც აქვს ბევრი ჩისტოტები. მაგალითად, ერთ-ერთი ჩისტოტა ვარ მე, ერთ-ერთი ჩისტოტა არის ჩემი სული, ეს ბიოსისტემაში, რომელიც გადის ვაპლაშენიას ევოლუციას. ჩემი სხვა ჩისტოტები მაგალითად ხო არიან დაუშვათ, რა ქვია, ან ჩემს ვიშიასთან, ან ისინი სხვაგან გადიან ვაპლაშენიებს. მაგრამ მე უფრო მგონია, რომ ჩემ ვიშიასთან არიან. იმიტომ რომ მე არ მგონია ჩემი ვიშია მე ერთი სული ვარ, რომელიც არ გავდივარ ვაპლაშენიებს და არ მგონია ეხა ჩემი ვიშია, მე მესად გავივლი ვაპლაშენიას, ალბათ აღარ მინდა მე აქ დედამიწაზე ვაპლაშენიების გავლა, იმიტომ რომ აქ არის რა ქვია, მხოლოდ მატერიალური აზრები, მატერიალური ფიქრები, მატერიალური გადახრები, მატერიალური აბეზაწერსტოები და არაფერი სულიერი აბეზაწერსტოები არ არის აქ რა. არაფერი სულიერი აბეზაწერსტოები, მხოლოდ მატერიალური კბილი აქ ტკივდება, ფეხი აქ ტკივდება, ხელი აქ ტკივდება, იქ უნდა იმუშაო, იქ უნდა ეს გააკეთო, იქ უნდა დაუშვათ შვილები გააჩინო, გაზარდო, გიყვარდეს, არ გიყვარდეს, კატათა გობანას თამაში ეხლა რა და მე ეხლა ესეთი 2x2 4-8 ესა ყველა მიცის რა და ესეთი კატათა გობანის თამაში და ესეთი სცენარები უკვე აღარ მიზიდავს რატომღაც. ფიქრობ რომ ეს არის სულელური წესწყობილებები და სულელური თემები და სულელური რაღაცეები, მატერიალური რაღაცეები რა, დებილობა რა, რასაც ქვია რა, რომლითაც ითრგუნება სული, არანაირი სულიერი განვითარება აქ არ არის. ეხლა მატერიალური ცხოვრებიდან არანაირი სულიერი განვითარება არ არის. სულიერი განვითარებით უნდა შეიქმნას ეს მატერიალური განვითარება პერიოდშერეთ. ეხლა რა ქვია, როგორ ხდება ეს სულების გამრავლება? მაგალითად არიან სუშისტოები, რომ ისინი აქვთ რა ქვია ინკუბატორები, კვერცხებით იჩეკებიან ეს პაუკები, პაუტინები, სერები, არხონტები, რეპტები, ინკუბატორებით იჩეკებიან ეს ბესები, ინკუბატორებით იჩეკებიან, მე მგონი, ეს ვიში ეს ვეტრიესილები, არ ვიცი ახლა, გრიედიენცები, არტურიანცები, რა ქვია, ეს საზვიოსდები, ლებედები და რაღაცეები, ლებედა, არტურიანცები, კიდე რომელი საზვიოსდი არის, ეს სხვადასხვა საზვიოსდი აგელოზები, ხო, ეს აგელოზები, არ ვიცი ახლა ისინი როგორ ამრავლებენ თავიანთ სულებს, ანუ იქაც ხდება ეს გამრავლება, სულებშიც ხდება გამრავლება, იმათაც აყავთ შვილები და იმათაც აყავთ, რა ქვია, პატომკები და იმათაც აყავთ, სულებსაც აყავთ, რა ქვია, ცდილობენ გამრავლონ ერთმანეთი და სულებსაც აყავთ ისინი, კაცო, გამრავლება შეუძლია სულს. ანუ შვილის სულსაც შეუძლია დაუშვათ წავიდეს ისეთ საზვიოსდიაში, სადაც შეუძლია რომ გამრავლდეს და შექმნას პატომства. რეპტილიები და ეს არხონტები, სერები, რები, გრეები, ეს ინკუბატორებით, კვერცხებითა და იმეებით მრავლდებიან. მაგრამ ამ რეპტილიებსა და ამ ინკუბატორებსა და ამ იმეებს, რა ქვია,
თავი დავანებოთ ეხლა კაი სულებზე გადავიდეთ აი როგორ მრავლდებიან სხვადასხვა სულები ხო ეს სულები ბაჟესტვინი ენერგიებით ანუ რა ქვია ორი სულია ხო დაუშვათ ხო ბაჟესტვინი ენერგიებით რა ქვია ქმნიან რაღაცა ენერგიას რომელიც რა ქვია ჟივის ძალით ჟივას ძალით სიცოცხლის ძალით ჟივას ძალით კოსმოძალით ბაჟესტვინი დნკ-ების ძალით რა ქვია ნუ ქმნიან პატარა სული მერე ვითარდება ხდება დიდი სული და ასე იქმნებიან ეს სირიუსები ეს რა ქვია სხვადასხვა ცივილიზაციები როგორ მრავლდებიან ეხლა ხო არიან არა სხვადასხვა ცივილიზაციები ხო და ეს ცივილიზაციები ასე და ასე მრავლდებიან განაყოფიერებით კი არა და სხვანაირი განაყოფიერებით რა ანუ ენერგოინფორმაციული გაცვლითი გამოცვლითი მექანიზმებით ხო ეხლა ეს ბიოსისტემები ჩვენ ადამიანები ეს ცხოველები ბიოცხოველები ბიოსისტემები ბიოთევზები როგორ მრავლდებით სექსუალური ურთიერთობებით ხო ეხლა სექსუალური ურთიერთობებით საერთოდ სექსუალური ურთიერთობებით მრავლდებით всё მორჩა დავამთავროთ ეხლა ამ გამრავლებაზე თემა ეხლა რომ იძახიან რომ ღმერთი რა არის ღმერთმა შექმნაო ეს ყველაფერიო ხო ეხლა ეს ყველაფერი ესეთი სამყაროები შეუძლია შექმნა რა ქვია მირმეჟმირიები არსებობს ძალიან ბევრი სამყაროები არსებობს თვალი თუ ხილავი სამყაროები მარტო ერთი რა ქვია ერთ ასტრალებში ძალიან ბევრი რაღაცა პარტალნიე და მეჟპარტალნიე სამყაროები არსებობს რომელიც შექმნილია ცივილებისაგან ცივილები არსებობენ ხო და არსებობენ თავიანთ განზომილებებში ჩვენ ამას ვერ აგვძნობთ იმიტომ რომ ვართ ბიორობოტები ბიოსისტემები ეს არის თვალი თუ ხილავი რაღაცა ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი და რაღაცა სამყაროები შექმნილი რა ხო ეხლა რას უნდა ვერიდოთ ჩვენ სულები, აი წმინდა სულები, კაი სულები, კეთილი სულები, რას უნდა ვერიდოთ? უნდა ვერიდოთ სულებს, ხო? უნდა ვერიდოთ იმ ბესებს, ერებს, რეებს, გრეებს, არხუნტებს, უნდა ვერიდოთ იმ რა ქვია რეპტილიებს, იმიტომ რომ იმათ ჩვენთვის კაი არ მოაქვთ. ისინი მარტო ექსპერიმენტობენ იმაზე, რომ წაგვართვან ბაჟესტვინი გენები, იმიტომ რომ თვითონ გამრავლდნენ, თვითონ შექმნან პატომკები, თვითონ შექმნან არმიები, ჯარები, რა ვიცი, 1000 ფოკუს-მოკუსები, წაგვართვან ცოდნა, წაგვართვან ჩისტოტები, წაგვართვან კრისტალები, ნუ კრადნიკობენ ეს სულები რა. არიან ეხლა სხვა სულებიც არიან, რომ არ არიან სანდოები. ესე სხვა სულებიც კრადნიკობენ, მაგალითად პავში ანგელები, ეს ლუციფერი, ეს ბუფამედი, ეს მარმონები არიან არსებობენ ესენი, რომლებიც კრადნიკობით გაქვთ თავი, ანუ ამ სულს დაწართმევენ რაღაცას, იმ სულს დაჩაგრავენ, წართმევენ რაღაცას. აქ მე ვარ უფროსი, შენ ვინახარ და ასე შემდეგ. ეხლა რა მინდოდა მეთქვა, ეხლა იმ აი რა არის ღმერთი რა არის? ღმერთის ენერგიები ვარ ჩვენ, ის ბაჟესტვინი ენერგიები, კოსმოენერგიები ვარ ჩვენ წმინდა სულები. რომლებიც რა ქვია, დაგვავიწყდა რომ ვართ წმინდა სულები, რომ ვართ მარადიული სულები და რა ქვია, რა ვიცი ეხლა ვიღაცებსა და რაღაცებს ავცემთ თაყვანს და ვაფასებთ ვიღაცებსა და რაღაცებს და ჩვენ თავს ვერ ვაფასებთ. ის უფროსია, ჩვენი უფროსია, ის ვიღაცა და რაღაცა. არა და ჩვენ ვართ პირველ რიგში ჩვენი თავის უფროსები. და ის ვიღაცა ისევ ჩვენა ვართ ოღონდ სხვადასხვა იერარქიებზე. ისევ ჩვენი ბაჟესტვინი ენერგიებია, ისევ ჩვენი ბაჟესტვინი დნკ, რომელიც მოგვცეს ჩვენ. ოღონდ ისინი უფრო მაღალი იერარქიებზე არიან, ეს ანგელოზები, ეს ცივილიზაციები. იმათმა მოგვცეს ჩვენ რაღაცა, ხო, ბაჟესტვინი დნკ, მაგრამ ისინი უფრო მაღალ საფეხურებზე არიან, ჩვენ ვართ მაგალითად ტრეციმირებში, ტრეცის საფეხურებზე და გადავდივართ ახლა 4D, მე-4D თუ მე-5D თუ რაღაცა საფეხურებზე, ვითომ აჩიშაეცაო დედამიწაო ნელა-ნელაო და ნელა-ნელა გადადის დედამიწა ვითომ მე-4 საფეხურზე, მე-4 ევოლუციების მე-4 საფეხურზე გადადის გაია დედამიწა. ეხლა რა მინდა ვთქვა? მაგალითად ეხლა
ჩვენი ღმერთი რა მინდა ვთქვა, ჩვენი ღმერთი არის ჩვენი თავისუფალი ნება, ჩვენი ღმერთი არის ჩვენი თავისუფალი აზრები, ჩვენი ღმერთი არის ჩვენი თავისუფალი ამბიციები, ჩვენი ღმერთი არის ჩვენი თავისუფალი სასიკეთო აზრები, ფიქრები და ინფოპაკეტები. რატო? იმიტომ რომ რასაც ფიქრობს ადამიანი, ის ფიქრი არის ის ფიქრი, ასე ვთქვათ, ხდება რეფორმაცია, ხდება რა ქვია იმ ფიქრის, ასე ვთქვათ, რა ქვია ტრანსფორმაცია და ეს ფიქრი ესმის როგორც რა ქვია ვსელენი ვსემიშნის, ეს ფიქრი ესმის როგორც ვიშესვეტრი ესილებს, ანუ რაზე ფიქრობს ადამიანი, ყველა ფიქრები მაინც ისმის, ესმით ვიშესვეტრი ესილებს, ვსელენი ვსევიშნის ბოგბაგინებს ყველას ესმით ჩვენი ფიქრები. რაზეც ფიქრობს ადამიანი, ის ფიქრი ხდება იმისი, ასე ვთქვათ, ღმერთი, ამბავი, პროგრამა, თუ რაც გინდა ის დავარქვათ. კაი საფიქრობს. ანუ სიკეთის ღმერთისკენ მიდის, ასე ვთქვათ, ანუ სიკეთის მხარისაკენ მიდის. ცუდ საფიქრობს, სიბოროტეს საფიქრობს, იმას საფიქრობს, ამას საფიქრობს, დეგრადაციის მხარისაკენ მიდის, სიბოროტის მხარისაკენ მიდის. აი ჩვენი ფიქრები, ჩვენი აზრები, ჩვენი არჩევნები და ჩვენი ყველაფერი, ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ღმერთი. ეხლა, აი ეს პატარა მაგალითი მინდა მოიყვანო, რა არის ეხლა ბესებისათვის ღმერთი რა არის? აი ბესისათვის რა არის ღმერთი? დაიპყროს, ცემოს, წაართვას, შეჭამოს, გაუპატიუროს და გახდეს მაგარი, დაიმორჩილოს რაღაცა და გახდეს მაგარი ესა, ხო? აი ეს არის ბესისთვის, ეხლა ანგელოზისთვის რა არის ღმერთი? ანგელოზისთვის ღმერთი არის, რომ იყოს თავისუფალი, განთავისუფლოს სხვები, გააკეთოს სიკეთე როგორ თავისი თავისათვის, ასევე სხვებისათვის და აუკრძალოს ყველას ლიხიებს, პლახიებს და ავსულებს, როგორც თავის თავზე, ანუ ჩემზე, ისე სხვებზე ზეწოლა და ზემოქმედება და გაყაროს ბიოველი, ბიოპოლებიდან, ავისულები და ავიძალები. ეს ანგელოზებისათვის ეს არის ღმერთი და ღმერთის მარჯვენა ხელი, რასაც ქვია, ეს არის ანგელოზებისთვის. რა არის ახლა ცივილიზაციებისათვის ღმერთი, რეპტებისათვის ღმერთი, მაგალითად არის ის, რომ ცივცისხლიანი რეპტილიები, რომლებსაც არ შეუძლიათ ხანდახან განაყოფიერება, რომლებსაც ხანდახან ზოგიერთ მათგანს ბაჟესტვინი გენები არ აქვს, ზოგიერთ მათგანს ტექნოგენური გენები აქვს, ტექნოგენური გენები, არხონტნოიდები და არხანტნოიდები კიდე. ტექნოგენური გენები აქვს, ანუ ისკუსტვინი შექმნილი ვიღაცეებით, რაღაცეებით ტექნოგენურად შექმნილი სუშესტოები არიან, პროგრამებით მუშაობენ, რომლებიც შეიძლება ან წაშალო, ან სხვანაირად და, მაგრამ ეს დავანებოთ ამას თავი, რა არის ახლა არხონტებისათვის ღმერთი. არხონტებისათვის ღმერთი არის პროგრამები, რასაც ემსახურებიან. არხონტებისათვის ღმერთი არის ის, რა ქვია, так, ანუ არხონტებისათვის ღმერთი არის იგივე, რაც ბესებისათვის წაართვან, დაიმორჩილონ, დაიპყრონ, 1-2 არხონტი, კაი არხონტი, დანარჩენი არ, რომლებიც გამოვიდნენ იმიდან, რა ქვია, ცუდი იმეებიდან, ცუდი წესჩვეულებებიდან, რომლებიც გამოვიდნენ ცუდი, რა ქვია, ფიქრებიდან, პროგრამებიდან და ცდილობენ თავი გადატრანსფორმირონ, სული გადატრანსფორმირონ თავიანთი ტექნოგენები თუ ტექნოაზრები თუ თავიანთი გენები თუ ბაჟესტვინი გენები გადატრანსფორმირონ სასიკეთოთ, ჩემთვისაც სასიკეთოთ, სხვებისთვისაც და არა საზიანოდ. ნუ ეს რა არხონტებისათვის ღმერთი არის რაზრუშენია. ანგრევენ, იპყრობენ, აწვალებენ, პარავენ ყველაფერს, ეს რა ქვია, ხდება ისეთი რაღაც არხონტების ერები, გრეები და ისინი არიან მასეთები, რა ცოტა არ იყოს ბესების ნაირები, ყველა არა. მაგრამ ეხლა როგორც ვიცი, უმრავლესობა დრაკონებიც ესე არის, კაი დრაკონები, ცუდი დრაკონები, მაგრამ დრაკონებმაც იციან რაღაცა მაიმუნობები. იმიტომ რომ დრაკონების ღმერთი რა არის? დრაკონების ღმერთი იგივე არის, დაიპყრონ, შეჭამონ, დაწვან, რა ქვია, წაართვან, მაგრამ 1-2 კაი დრაკონია, რომელიც ასე ვთქვათ,
სიკეთის კეთებისაკენ მიისწრაფვის და გაევოლუციისაკენ მიისწრაფვის და განვითარებისაკენ მიისწრაფვის. ეხლა გრიედიენტების ღმერთი რა არის? გრიედიენტების ღმერთი არის გარმონია, ბალანსიროვება. გარმონია, ბალანსიროვება და რას მიხვდი იცი რომ ეს გრიედიენტები ყველაფერში გარმონიულობასა და ბალანსიროვებასზე ანუ ცუდშიც, კარგშიც ანუ აი ანგელოზებივით, აი არხანგელ მიხაილის ღმერთი რა არის? აი რაზე არხანგელ მიხაილის ღმერთი ყველაფერში ცუდშიც, კარგშიც გარმონიზაციულობას და რა ქვია ბალანსიროვებულობას და აი ეს რა ქვია სასამართლოზე კი არა და გამართლებას კი არა და რა ქვია ხო ნუ რაღაცას ეგეთი ენერგიებია რა გამართლება კი არა გამსჯელობითი არა არც კრიტიკული ენერგიები არა აი კეთილისა და შავის გარჩევისა და ბალანსიროვების აი ესეთი ენერგიები აქვთ. ანუ რა ქვია ცუდშიც კიდე ხანდახან კაის ხედავენ. აი ეს დიდებული სულები რომლებიც არიან დვარეცები, ტვარეცები და რაღაცეები ხო აი ცუდ სულებშიც კიდე კარგს ხედავენ. აი ესეთი რაღაცნაირი ის აქვთ რა ქვია ღვთიური ნიჭები თუ ღვთიური ძალები თუ ღვთიური დენკები თუ აი ესეთი ღვთის მარჯვენა ხელები არიან რომ რა ქვია ესეთი ის აქვთ მიდრეკილება ფუნქციები ეხლა რა არის ეხლა არტურიანცებისათვის ღმერთი არტურიანცების ღმერთი იგივე არის ბალანსიროვება გარმონიულობა განვითარება ევოლუცია და არტურიანცები ანუ ეს პლიადები რაც არიან ვიში ეს ვეტრე კოსმოპლიადები ცდილობენ რომ ასე ვთქვათ გრანიცები დაიცვა როგორც ერთმანეთის გრანიცები ასევე რა ქვია სხვების გრანიცები ანუ არიციან იცი ეს ადამიანზე ზეწოლა არანიან ცუდები მაგრამ ამ ბესებმა გრანიცების დაცვაც არიციან ეს ბესების ღმერთი რა არის სიბოროტე ეს ბესები პირდაპირ ატაკაზე გამოდიან სერები, რები, გრები, არხონტების ღმერთი რა არის სიბოროტე ესენი პირდაპირ ატაკაზე გამოდიან ეხლა ადამიანში რა ხდება ეს ბიოსისტემაში ხო ბიოსისტემაში რა ხდება ბიოსისტემაში 1000 პროგრამა იტვირთება ჯერ სასწავლო პროგრამები უაზრო ტუფთა პროგრამები იქ უაზრო ტუფთა ლიტერატურები იქ უაზრო რაღაცეები იქ წარსულზე ფიქრები იქ მასწავლებლებზე ფიქრები იქ მოსწავლეებზე ფიქრები იქ ლექციებზე ფიქრები იქ უნივერსიტეტებზე ფიქრები იქ სამსახურებზე ფიქრები ეს იტვირთება ადამიანის ბიოსისტემაში სულისათვის რჩება ადგილი საერთოდ მიკვირს კიდე სულები როგორ აღვიძებენ თავიანთ ბიოსისტემებს მიკვირს საკვირველია მართლა მალადეთ ჩვენ სულებს რომლებმაც ცდილობენ რომ გამოაღვიძეს თავიანთი ბიოსისტემები და დააყენეს ეს ბიოსისტემები იმ გზაზე რომ შენ წარამარა ქალო მატერიალურ იმებზე კი ნუ ფიქრობ და ნუ დარდობ ცოტა ჩემზეც იფიქრე მე როგორ ავარ ჩემზე იფიქრე მე შენ საზნანიაზე იფიქრე მე როგორ ავარ მე რა მაწუხებს მე რომ რა ქვია წყალი მინდა გარმონია მინდა ბალანსიროვება მინდა მე რომ რა ქვია დამითმე დრო ჩემთვის მე ცოტა მეც მინდა დრო ყველას უთმობს ადამიანი დროს თავის გარდა რატო იმიტომ რომ ეს სისტემა არის აწყობილი ესე თამაშებზე ადამიანის ყურადღება იფანტება ყველგან და თავის თავზე უკვე ადამიანის სახში მიდის დაღლილი და კანცული და ფიქრობს ერთი რომ დაიძინოს
და ამ ძილის დროს კიდე მალადეთ სულს რო ცოტა რაღაცა ძილის დროს ისევ თავის ბიოსისტემისათვის, თავის ბიოსახლისათვის იბრძვის, რომ გაყაროს ის ავისულები, ავიძალები, ავიენერგიები, მერტვეკები, ის ბესები, სერები, ეს დაგավորები გაანულოს მათთან, რაც მთელი დღის განმავლობაში შემთხვევით ასოზნანო თუ არასოზნანო რა ქვია გააკეთა ადამიანმა. ხო, და ანუ ეხლა ადამიანის ღმერთი რა არის? აი, მივედით ეხლა ჩვენი სულის ღმერთი რა არის? ჩვენი სულის ღმერთი არის რაზვიციები, ევოლუციები, ბალანსირობებები, გარმონიულობები, წინსვლები, ზესვლები, სიკეთეები, რომ არავისი გრანიცები არ დავაზიანო, ჩემი გრანიცებიც არავინ არ უნდა დააზიანოს. ბაჟესტვინი დენკა რას ნიშნავს, რომ დაიცავი როგორც შენი თავი, ისე სხვა დაიცავი. არავისი ვალდებული არავინ არ არის, ახლა მით უმეტეს ვერავინ ვერავის ვერ დაიცავს, თუ იმას არ უნდა. თუ იმას არ ჯერა, თუ იმას არ უნდა, არავინ არავისი ვალდებული არ არის, მაგრამ სულ იმას რომ განაცხადებს, რომ მაგალითად სოზლოში გაეცა ჩემ ბიოვერ ბიოპოლში, ჩემ გარშემო. Запрещаю все лихих, плохих, негативных, деструктивных, на меня, на других. Как давлият, ეს უკვე ძალიან დიდი საქმეა და ძალიან დიდი სიკეთეა. ეს უკვე ძალიან დიდი სიკეთეა და ძალიან დიდი საქმეა. ეხლა ჩვენი სულის ღმერთი არის მშვიდობა, გარმონია, безопасностობა, ხელშეუხებლობა. ჩვენი სულის ღმერთი არის და თავისუფლება. სულს უნდა რომ თავისუფალი იყოს ის საზნანია, ის პასაზნანია, რომ იყოს განტვირთული მატერიალური აზრებისაგან. აი უყვარ ვარ, არ უყვარ ვარ, აი ხელფას მომცემს, ხელფას არ მომცემს, იმან ისე შემომხედა, იმან ისე შემომხედა, ეხლა პივა დავლიო, არა ეხლა ისა დავლიო, არა ეხლა საჭმელი გავაკეთო, ეხლა გაკვეთილები ვისწავლო, აი მატერიალური დებილობებისაგან რო არის განთავისუფლებული სული, ეს უნდა სულს. თავისუფლება არის ღმერთი, სულის ღმერთი არის თავისუფლება. კაი გახრით, სიკეთის გახრით, რა ქვია საზდად რა ქვია საზიდაიუში განხრით და არა იმის განხრით რა ქვია სიბოროტის განხრით რაზრუშენი განხრით კი არა საზიდაიუში განხრით. ეხლა ბევრ საზიდაიუში განხრა ისაგონია გავა ქუჩაში რაღაცას გაიხუმრება იქ ვიღაცას ტაში ტუში რესტორანში წავა იქეიფებს ეს საზიდაიუში განხრა არ არის, აი მატერიალური განცხრომა. ეხლა აru გავიგეთ სულების ღმერთი რა არის გავიგეთ. პლიადების ღმერთი რა არის გავიგეთ. ვისოკო ვიბრაციური კოსმო სულების ღმერთი რა არის იგივე სვაბოდა, გარმონია, ბალანსირება, ევოლუცია. და რა ვიცი ეხლა ყველა სული ცდილობს განვითარებას, დამოუკიდებლობას და საზიდაიუში რა ქვია შემეცნებას, ენერგიების შემეცნებას, ენერგიების მეცადინეობას, ენერგიების გამოყენებას სასიკეთოდ და არა საბოროტოდ. ეხლა რა ქვია ადამიანის ღმერთი რა არის? ადამიანი აი მოვედით ბიოსისტემამდე მოვედით. რა არის ადამიანის ღმერთი? ხო, აი ეს პასუხი ცოტა არ იყოს ძნელი მისადგომია უკვე. რა არის ადამიანის ღმერთი? ბიოსისტემისაც რა არის ღმერთი? ბიოსისტემისათვის მე ძაღლებზე და კატებზე და იმებზე არა მაქვს, რა ქვია, პლაზმოიდურ სულებზე არა მაქვს ლაპარაკი. ადამიანების სულებზე მაქვს ლაპარაკი.
ადამიანის ბიოსისტემისათვის ღმერთი უნდა იყოს თავისი სული. ჯერ თავი შენი, შეიცანი თავი შენი, რასაც გვასწავლიან. ცოტ-ცოტა აქა-იქა, რასაც გვასწავლიან, რაც სწორი დაგვიტოვეს. ანუ ადამიანმა ჯერ თავისი სული უნდა შეიცნოს, თავისი თავი უნდა გაკონტროლოს, გამოიკოლიოს, რა მჭირს ცუდი, რა გავაკეთე ცუდი, კაცო, რატო სულ ცუდზე ვფიქრობ, რა არის ეს? რატო სულ უბედურებაზე ვფიქრობ, რატო სულ იმაზე ვფიქრობ, რაღაცაზე ვფიქრობ, მოდი ვიფიქრო სიხარულზე, ბალანსირებაზე, მოდი ჩემს სულს მოუხადო, მადლობა ჩემს ღმერთს, რომელიც ჩემი სული, რომელიც ჩემი ბიოსისტემა რა არის? ჩემი ბიოსისტემა არის ჩემი სულის, ჩემი ღმერთის სახლი. ჩემი სული რომ გაიზრდება, რომ გაიფურჩქრება ყვავილივით, რომ გაიშრება ყვავილივით სვეტოგჟიზნისავით, ხო? მე ამ ჩემს სულს შეუძლია ლამაზად დაუკავშირდეს კიდევაც ვიში ესვეტრიე სილებს, რასაც ვქვი, ანუ ვიში ესვეტრიე ღმერთებს. დვარეცებს, ტვარეცებს იქ განავითაროს ტელეპათიური ნიჭები, განავითაროს ტელეპათიური აზროვნება. და სულის პირველი მიღწევა ეს არის, როცა თავის ბიოსისტემას გამოაღვიძებს, თავის ბიოსისტემას ასწავლის რაღაცას, თავის ბიოსისტემას შეაცვლევინებს პროგრამებს, თავის ბიოსისტემას დაუშვათ დაგավորებს, წააშლევინებს ყველგან და ეტყვის თავის ბიოსისტემას, რომ შენ მარტო მატერიალურზე ნუ ნერვიულობ, ცოტა ჩემზე ინერვიულე. და ადამიანი მართლა ისეთია, ეს ბიოსისტემა რაღაცა ისეთნაირად არის უკვე დაკომპლექსებული, რომ უკვე ყველაფერზე ნერვიულობს. თავის გარდა, თავისი სულის გარდა არ ეკითხება ადამიანი თავის თავს. რატომ ნერვიულობ, რაზე ვკარგავ დროს? ეს დრო ხო შეიძლება მე ჩემი სულისათვის, ჩემი ევოლუციებისათვის გამოვიყენო. ან შევიდე სახში წაიკითხოს კაი მანიფესტები, ან შევიდე სახში ჩაატაროს კაი, რა ქვია, მედიტაციები, ან შევიდე სახში განტვირთვა გააკეთოს, ან შევიდე სახში ბალანსირება გააკეთოს, ან უბრალოდ წყალი გადაივლოს, დაისვენოს, განიტვირთოს, დაუწყოს ლაპარაკი თავის თავს, რომ ჩემო სულო როგორ ახარ, ჩემო ჩაკრებო როგორ ახართ, ჩემო საზნანიაო როგორ ახარ, მიყვარხარ ჩემო საზნანიაო, მიყვარხარ ჩემო სულო, მიყვარხარ ჩემო კოპიაო. ადამიანის ღმერთი უნდა იყოს ჯერ თავისი თავი. თავისი თავი უნდა მიიჩნიოს როგორც ღმერთად, როგორც შემოქმედად, რომ შეუძლია ადამიანს ყველაფერი ცუდი შეცვალოს სასიკეთოდ, ჯერ პირველ რიგში ჩემთვის, მერე სასიკეთოდ სხვებისთვის. თუ ეს შესაძლებელია, თუ არ არის შესაძლებელი, მე არავისი ვარდებული არა ვარ ვარდებული ჩემი ენერგიები დავხარჯო ტყუილად სხვებზე. მით უმეტეს თუ არც უნდათ არც სწამთ. რაც მინდა სხვის რა ქვია კომპლექსებზე ვირბინო კატათაგობანას თამაში მინდა ეხლა მე? ხო, ეს მინდოდა მეთქვა. და როდესაც ვიძახით, რომ ღმერთო იყოს ნება შენი, ეს ნება შენი არ არის ესე, უნდა იყოს ღმერთო ჩვენი ნება, ჩვენი სიკეთის, სიხარულის, ბედნიერების, ბალანსირებების, ჯანმრთელობების და თავისი ნება ადამიანმა არავის არ უნდა მისცეს. უნდა მისცეს ხოლო თავის სულს ნება. ჩემო სულო გაძლევ ნებას, იყო ბედნიერი, ჯანმრთელი, გახარებული, თავისუფალი. და არის ასე. აი ეს მინდოდა მეთქვა მე ჩემი თავისათვის და მადლობა ჩემს სულს, მადლობა ჩემს ვიში ესვეტრიე სილებს,
ჩემი სულის ვიში ესვეტრი ესილებს მადლობა. მადლობა ჩემს ბიოვერს ბიოპოლს, მადლობა ჩემს სელენის სევიშნის, მადლობა დვარეცებს. მადლობა წმინდა პლიადებს.